ვარ ზადა შაფერიშვილი, ფილოსოფოსი და დღეს ჩემი სტუმრები იქნებიან და არიან უკვე ქალბატონი ნაირა გელაშვილი, ლიტერატორი, მწერალი, პუბლიცისტი, კავკასიური სახლის ხელმძღვანელი და ბატონი პაატა ზაქარიაშვილი, პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი, საზოგადო მოღვაწე. ყველა გადამცვლელი. რა ვართ ჩვენ? ვინა ვართ ქართველები? რანი ვართ? სადა ვართ? ჩვენი დრო, ჩვენი ადგილი აი 20 წლის თავზე, რომელიც დაიწყო 1988 წელს და ერთი დატრიალდა დოლაბის ხო. არაერთი. და რანი ვართ, სადა ვართ? რა არის ჩვენი იდენტობა? ვართ კავკასიაში, ვართ ევროპაში, ვართ აღმოსავლეთში, ვართ დასავლეთში, ვინა ვართ? ვართ ევროპელები, ვართ კავკასიელები, ვართ აღმოსავლელები, თუ არაფერი არა ვართ. როგორები ვიყავით 20 წლის წინ 1988 წელს, როდესაც ეს ყველაფერი იწყებოდა და როგორები ვართ დღეს, რა გამოცდილება გამოვიტანეთ, რა ვერ გამოვიტანეთ. აი ბოლო სამ თვეში აი როგორც წვეთის ზღვაში აირეკლა თუ არა ეს 20 წელიწადი რაღაცნაირად ფილოგენეზისა და ონტოგენეზის არეკოს მოკლე გამეორება როა და აი რა გამოცდილება გამოვიტანეთ თუნდაც აი ამ სამთვიანი ციკლიდან თქვა ასე. ნაირა მე დავიწყო. შენ დაიწყე მე პაატა მე. ზადა რა არის ის თითქმის ყველა კარდინალური საკითხი დააყენე და ყველა შეკითხვა დასვი. და ამიტომ ახლა ხალხი ჩვენ გავშალოთ და ერთ-ერთზე შევხედეთ და მე რაღაცნაირად მთელი საღამოს მანძილზე ვისაუბროთ. თუ ჩვენ უნდა შევეხოთ იმას რა იყო 20 წლის წინ და რა არის ახლა, რა იყო 88-99 წლებში და ახლა რა ხდება, მაშინ ალბათ უმთავრესი რაც მე უნდა ვთქვა ახლა ის არის რომ შედეგებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებს შედეგებით ის უმთავრესი მოვლენა რაც მაშინ ხდებოდა და რასაც მაშინ დაერქვა ეროვნული მოძრაობა თუ გამონთავისუფლებელი მოძრაობა ეს უნდა ითქვას რომ არ შედგა ჩემის აზრით ეს მოძრაობა ვერ შედგა და აი ამ სახელს მე პირადად არ უწოდებ ამ მოძრაობას ეს იყო ანტიკომუნისტური მოძრაობა რომელსაც ჰქონდა იმ თავითვე იმდენად მცდარი მიმართულება რომ მთელი ქვეყანა ამოაგდო მთელი 20 წლით ამოაგდო განვითარების ნორმალური კალაპოტიდან ჩემის აზრით და თუნდაც ის რომ ამაზე ხშირად მილაპარაკია და ახლა ვიმეორებ კიდეც თუნდაც ის რომ აი კონკრეტული მაგალითი რომ დავასახელოთ ეს გამოვლინდა უკიდურესი ნაციონალიზმის სახით რასაც ჩვენ მაშინ თუ ყოველ შემთხვევაში ხალხი უწოდებდა ეროვნულ მოძრაობას არ შეიძლება ეროვნული მოძრაობა იყოს აგრესიული ნაციონალიზმი ფაშიზმის ნიშნებით აღბეჭდილი, რასაც ადგილი ჰქონდა მაშინ და გამოყვა ეს მენტალობა საზოგადოებრივს და ის აქედან განთავისუფლებული ბოლომდე არ არის. არ არის ბოლომდე, იმიტომ რაღაცნაირად ქვეცნობიერშია გადასული სხვა ეროვნების და სხვა ნაციის და სხვა ხალხის მიმართ უპატივცემულობა და გარკვეული ზემოდან ყურება. ამან და ის რომ ჩვენ სწორედ საქართველოს რეალურად დაღუპა არა ქართველების მიმართ არასწორმა პოლიტიკამ. ესე იგი იმან რომ ქვეყანამ ვერ მოახერხა აი ასე უცბად თავდატეხილი თავისუფლების სივრცეში გაიაზრებინა რომ რას ნიშნავს იყო ეთნიკური ქვეყანა, იმიტომ რომ ეხლა უკვე გადაწყვეტილებებს იღებდა თვითონ ხალხი სტიქიურს, ანუ უფრო სწორად იღებდა ეროვნული მოძრაობა და ესე იგი აი ამ იმას რასაც შეიძლება უწოდოთ აი ეს რაღაც პოლიტიკურ ძალთა მაშინდელი ერთიანობა. რა თქმა უნდა, იცი რა. ხო, ესე იგი, ვისაც მიყავდა, ასე ვთქვათ, ვინც იყო წარმართველი ძალა მაშინ. ეს იყო ძირითადად, ესე იგი, ეს იყო ახლადგაჩენილი მაშინ რომ არაფორმალებს უწოდებდნენ და პოლიტიკური ლიდერები, რომელიც ესე იგი, სადაც ძალიან სწრაფად დაწინაურდა და ასე ვთქვათ, საჭესთან მოექცა მრგვალი მაგი და ზვიად გამსახურდიას მეთაურებით. სწორედ ამას გულისხმობ
გულისხმობ მე. თუ ჩვენ ასე ვიტყვით ეროვნულ მოძრაობას სხვა მნიშვნელობით და ძალიან პოზიტიური მნიშვნელობით, ხო? აქ უკვე ჩვენ სხვა შემადგენელი ნაწილები შედის. ეროვნული მოძრაობა შეიძლება დაარქვა ძალიან პატიოსან შრომას, ძალიან დიდი ინტელექტუალურ გარჯას, ხელოვნებისა და მეცნიერების დიდ მიღწევებს და ასე შემდეგ. თუ კი ეს ვიგულისხმობთ, რომ მიზანი არის ერის განვითარება და გადარჩენა, ხო? და არა მხოლოდ პოლიტიკური ვიწრო შინაარსით თუ დავტვირთავთ ამ ცნებას. მაგრამ ეხლა მე ვამბობ იმას, რომ აი ეს რაც იყო მთავარი და დესტრუქციული, რამაც დაღუპა ჩვენი ცხოვრება, ის რომ პირველი, რომ არჩევნები ესე იგი შესაძლებელი იყო, ჩატარებული იყო თავის დროზე, ესე იგი თუ კი ამას ხელისუფლებასთან გარკვეული, მაშინ და საბჭოთა ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმებას მიაღწევდა საზოგადოების ზომიერი ნაწილი და ასე შემდეგ, იმთავითაც წავსულიყავით ბალტიური რესპუბლიკების გზით და რაღაცა ჩატარებული იყო თავის დროზე ნორმალური მრავალპარტიული არჩევნები, ისე რომ 9 აპრილი არ გამხდარიყო საჭირო, რა თქმა უნდა, ეს იყო დაკარგული შესაძლებლობა, უიმისოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შემდეგ 9 აპრილმა რომლის იმპულსებიც ასევე ჩემთვის იმთავითვე ნეგატიური იყო და მე ამ დღეს ვერ შევაფასებ ვერასოდეს დადებითად და არც მიწოდებია მე ისევე როგორც არც მერაბ მამარდაშვილს, არც კიდევ დაუშვათ იყვნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასევე ნეგატიურად აფასებდნენ ამ დღეს. აი 9 აპრილმა შემდეგ განსაზღვრა კიდევ ის სრულიად არარაციონალური, შეიძლება ითქვას ისტერიული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როდესაც უკვე აღარ შეიძლებოდა რაღაცა რაციონალურის თქმა და ესე იგი საკრალურ პოლიტიკურ ნოტად იქცა და საკრალურ პოლიტიკურ იდეად იქცა რუსეთის ლანძღვა და ყოველად ირაციონალური დაპირისპირება რუსეთთან. აი ეს ჩასახული იქ ესე იგი არაქართველთა მიმართ არ ცოდნამ უბრალოდ და უსურვილობამაც რომ ნორმალური ურთიერთობა დამყარებულიყო და მომხდარიყო ქვეყნის შიგნიდან მცდელობა რომ შიგნიდან არ დაშლილიყო და არ დაგეკარგა ოსი და აფხაზი და კიდევ სხვა მანდ იყო ჯერ მარტო იმ წლებში 70,000-მდე ოსმა დატოვა საქართველო. აი ოსური სოფლებიდან ეს სადაც კი ოსური სოფლები იყო. არა მარტო ბაკურიანი და ბორჯომი და კიდევ ლაგოდეხი და ყველგან ესე იგი მთლიანობაში დაახლოებით რომ ითვლიან წესიერად რიცხვი დღესაც არიციან 70,000-მა ოსმა დატოვა სწორედ იმ წლებში 89, 90 და 91 წლებში. იმავე წლებში ესე იგი მოხდა უკვე აქ ჩამოსახლებული 70-იანი წლებიდან აქ მცხოვრები მაჰმადიანი მესხების, რომლებიც უკვე იყვნენ ადაპტირებული, რომლებიც უკვე იყვნენ დამკვიდრებული აი აქ ჩვენთან დაახლოებით 200-მდე ოჯახის ხელმეორე დეპორტაცია, განდევნა საშინელი ფორმებით, დარბევებით და ასე შემდეგ, ხო? და იყო კიდევ რა თქმა უნდა სხვა ეროვნებების მიმართ, მაგრამ გამოხატულად რაც იყო, ეს იყო, ესე იგი იყო ძალიან აგრესიული გამოსვლები სხვა ეროვნებების მიმართ, ის რომ ესე იგი ქარ საქართველოში დაწყებულ ნაციონალიზმს, რაც საბჭოთა სივრცეში საერთო მოვლენა იყო და ყველა ხალხში იჩინა თავი ნაციონალიზმმა, ასევე აფხაზებში და ოსებში და მიიღო გარკვეული სეპარატისტული ხასიათი, სრულიად მომზადებელი შეხვდა საქართველო, რომ ამაზე უნდა ძალიან ჭკვიანური ნაბიჯები გადაედგა, რათა ეს წარემართა